არც თუ იშვიათად ერთმანეთს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ორი ნორმა. ერთი ნორმა საზღვრების ურღვევობა. საბჭოთა კავშირის საზღვრები იყო ცნობილი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ და საბჭოთა კავშირი არ უნდა დანგრეულიყო ამ საერთაშორისო სამართლის ამ ნორმის თანახმად და მეორე ნორმა ერთად თვითგამორკვევის ნორმა. საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში ეწერა რომ ყოველ ერს აქვს თვითგამორკვევის ყოველ რესპუბლიკას ერს აქვს თვითგამორკვევის უფლება საბჭოთა კავშირიც კი უშვებდა ამა თუ იმ რესპუბლიკის პრაქტიკაში ეს არ ხორციელდებოდა გასაგებია მაგრამ კონსტიტუციური ნორმა იყო ასეთი რომ ყოველ ერს აქვს დამოუკიდებლობის თვითგამორკვევის უფლება. მეორე შემთხვევა რასაკვირველია ბალკანეთია. იუგოსლავიის ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე წარმოიშვა რამდენიმე სახელმწიფო. ჰქონდა თუ არა ასე მაგალითად სლოვენიას ან ხორვატიას დამოუკიდებლობის თვითგამორკვევის უფლება. ერთის მხრივ ერთის შეხედვით საზღვრები უნდა ყოფილიყო ურღვევი როგორც საბჭოთა კავშირთან მიმართებაში და იუგოსლავია არ უნდა დაშლილიყო, მაგრამ მეორეს მხრივ თვითგამორკვევის უფლება ჰქონდა კიდეც რომელიმე იმ სახელმწიფოს კი არა იუგოსლავიის შემადგენლობაში შემავალ რესპუბლიკას. ხორვატიას, სლოვენიას, ბოსნია-ჰერცეგოვინას. ასეა. რა მოხდა და რატომ ეჯახება და რა შემთხვევაში არის საერთაშორისო სამართლის ერთი ნორმა უპირატესი მეორეზე? ეს არის კითხვა. ეს არის მთავარი კითხვა. შეერთებულ შტატებში კალიფორნიამ რომ მოინდომოს გასვლა, შეერთებული შტატებიდან მას აქვს ამის უფლება ან ესპანეთში რომელიც ავტონომიების რესპუბლიკად ითვლება, სახელმწიფოდ ითვლება, რომელიმე ავტონომიას ბასკეთს თუ კატალონიამ რომ მოუნდეს გასვლა, გავა კი ის ესპანეთიდან ვერ გავა. ვერანაირად ვერ გავა, ანუ იქ არ იმუშავებს საერთაშორისო სამართლის ის ნორმა, რომლის თანახმადაც კატალონიას აქვს თვითგამორკვევის უფლება. მაშინ რა მოხდაო, ვინმე იკითხავს და მე გავცემ შეძლებს და გვაათ ამ კითხვას პასუხს. საბჭოთა კავშირის შემთხვევაში საბჭოთა კავშირი დაინგრა ოფიციალურად და ფორმალურად დაინგრა 1991 წელს თუ მიგიქცევიათ ყურადღება საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება მსოფლიო თანამეგობრობის ცალკეული სახელმწიფოების მიერ დაიწყო სწორედ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ. ანუ 91 წლის მიწურულიდან 25 დეკემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც კი საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა მიუხედავად იმისა რომ მანამდე რამდენიმე თვით ადრე ჯორჯ ბუშს უფროს ჰქონდა ნათქვამი რომ საბჭოთა კავშირი არ უნდა დაინგრეს, ძლიერ გამსახურდია დინების წინააღმდეგ მიდის, უკრაინა არ უნდა ახვეს სეპარატისტულ საქართველოს, საქართველო არ ახსენა უკრაინაში რადაში გამოსვლის დროს ჯორჯ ბუშმა უფროსმა, მაგრამ ცხადია რომ საქართველო იგულისხმებოდა, გამსახურდია კი ოსტატური და მოსწრებული პასუხი გასცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბუშმა ბრძანა რომ დინების წინააღმდეგ მიდის საქართველო, გამსახურდია მის გასცა პასუხი რომ დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიუყვებიანო, ამ პროცესში ჩაბმულია სხვა შორის ავტორი დოდონა კიზირია და ბატონი გოგი გაჩეჩილაძე, რომელიც აღარ არის ცოცხალი, ზვიად გამსახურდიას მრჩეველი და სხვაებიც რასაკვირველია, მაგრამ ეს გადმოძახილი ისტორიას კი შემორჩა გამსახურდიას და ბუშის გადმოძახილად. მაგრამ რას ვამბობ? იმას ვამბობ, რომ შეერთებული შტატები, ბუშის ადმინისტრაცია საქართველოს და უკრაინის დამოუკიდებლობას სასტიკად ეწინააღმდეგებოდა და გამოხდა ხანი და ნოემბერში ბუშმა უკრაინასთან მიმართებაში ნოემბრის 17-ში თუ 18-ში თქვა რომ ოკეი, თუ ჩაატარებთ რეფერენდუმს უკრაინაში დეკემბრის დასაწყისში 91 წლისა და თუ რეფერენდუმზე დაფიქსირდება შედეგი რომ უკრაინის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მომხრეა უკრაინის დამოუკიდებლობისა, მათ შორის რუსულენოვანი რეგიონებიც, ამ შემთხვევაში ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატები ვაღიარებთ უკრაინის დამოუკიდებლობასო და ასეც მოხდა იანვრის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა კონკრეტულად უკრაინის დამოუკიდებლობა აღიარა, თუმცა საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა 25 დეკემბერს და რასთან არის ეს დაკავშირებული. საქართველოს რეფერენდუმი 31 მარტს ჩაატარა იმავე წლის, ანუ 91 წელს, რატო არ აღიარეს მაისში, ივნისში, აპრილში დამოუკიდებლობის
აღდგენისთანავე სექტემბერში, ოქტომბერში, ოქტომბერში თუ აგვისტოში თუ ივლისში სხვა ტრენდი იყო მსოფლიოში. ამ ტრენდის თუ იმ ტრენდის თანახმად საბჭოთა კავშირი უნდა გარდაქმნილიყო და ყველა ვინც საბჭოთა კავშირის დანგრევას ცდილობდა, ის მდინარის წინააღმდეგ მიდიოდა პირველ ყოვლისა რასაკვირველია გამსახურდია. სხვებიც, მაგრამ პირველ ყოვლისა რასაკვირველია გამსახურდია საქართველოს პირველი ლეგიტიმური პრეზიდენტი. კვლავ ვიმეორებ, გამოხდა ხანი და საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმა ამოქმედდა, ამ ნორმას ქვია ერთა თვითგამორკვევის უფლება, ოღონდ მაშინ ამოქმედდა, როდესაც საბჭოთა კავშირი საბოლოოდ ჩამოიშალა და განადგურდა და აღარ არსებობდა როგორც სახელმწიფო ეს სწორედ დეკემბრის მიწურულს მოხდა საბჭოთა კავშირის კოლაფსი, საბჭოთა კავშირის ჩამოშლა, საბჭოთა კავშირის გაუქმება და ერთმანეთის მიყოლებით სახელმწიფოება, მათ შორის შეერთებულმა შტატებმაც შეცვალეს პოზიცია და თქვეს, ოკეი, რაღაცა ასეა, ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობას 25 დეკემბერს და უკრაინის დამოუკიდებლობას არ მინდა შემეშალო თუ არ ვცდილობთ 92 წლის 3 თუ 4 იანვარს, რასაკვირველია, ვაღიარებთ. ანუ საერთაშორისო სამართლის ეს ნორმა გახდა უპირატესი. და რატომ? იმიტომ რომ კოლონიების მფლობელი სახელმწიფო საბჭოთა კავშირი აღარ არსებობდა, დაინგრა. გაქრა და შესაბამისად ტერიტორიების ურღვევობის პრინციპი ბუნებრივია ვერ გადავრცელდებოდა ქვეყანაზე, რომელიც ბუნებაშიც აღარ არსებობდა ესპანეთში სხვა ვითარება, რაც არ უნდა რეფერენდუმი ატარონ კატალონიაში, ან ბრიტანეთში რაც არ უნდა რეფერენდუმი ატარონ შოტლანდიაში, ან შეერთებულ შტატებში არც ჩატარებულა, მაგრამ ასე მაგალითად კალიფორნიაში და კალიფორნიის მოსახლეობის 98.7%-მა რო თქვას, რომ ამერიკის შეერთებული გაერთიანებული შტატების ერთი შტატის სულაც იმსახურებს დამოუკიდებლობას და დედარჩეს 49 შტატი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო ჩვენ ესოდენ მდიდრები და ესოდენ ძლევამოსილები და ესოდენ თვითკმარები ცალკეც ვიქნებით, მათი დამოუკიდებლობა აღიარებული არ იქნება, იმიტომ რომ შეერთებული შტატები როგორც დიდი სახელმწიფო დანგრეული სულაც არ იქნება. თავარი თვითგამორკვევა რასაკვირველია არის, თვითგამორკვევა რასაკვირველია მნიშვნელოვანია საქართველოს როგორც სახელმწიფო რომ დაიშალოს, ამ შემთხვევაში გაგიკვირდებათ და აფხაზებს მეტი ლეგიტიმური უფლება ექნებათ, რომ თვითგამორკვევის პრინციპი აიღონ საფუძვლად და გამოაცხადონ, რომ ამ ტერიტორიაზე ჩვენ მით უფრო ვართ ავტოქტონი ერი, რომელიც ამ ტერიტორიაზე სახლობს საუკუნეებია, ვიღაცეები ჩვენ გვიწოდებენ აფსუებს, ვიღაცეები აბაზგებს, მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ ვართ აფხაზები, სხვა სამშობლო არ გაგვაჩნია, მაგალითად სომხებს გააჩნიათ სხვა სამშობლო, ისტორიული სომხეთი, დღევანდელი სომხეთი, ხო, რომლებიც სახლობენ აფხაზეთში, იმიტომ ვახსახელებს სომხებს ახლა. ჩვენ სხვა სახელმწიფო, სხვა სამშობლო არ გაგვაჩნია და მიუხედავად იმისა, რომ 35-32 წლის წინ უმცირესობაში ვიყავით, ახლა კი ვართ გარკვეულწილად უმრავლესობაში, შეგიძლიათ ჩაატაროთ რეფერენდუმი, ან სულაც არ ჩაატაროთ, მაგრამ დაინგრა რა საქართველო, როგორც სახელმწიფო, აქედან გამომდინარე საქართველოს დანგრეული საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენ შეგვიძლია დავაფუძნოთ ჩვენი სახელმწიფო. მანამ სანამ საქართველოს დანგრევა როგორც ასეთი არ მოხდება, მანამდე აფხაზებს არ აქვთ, ისედაც არ აქვთ, მაგრამ ლეგიტიმური უფლება, რომ თქვან, რომ ჩვენ გვაქვს, მით უფრო უმცირესობაში იყვნენ, ჩვენ გვაქვს ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსების, დაფუძნების უფლება, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ვიდრე ომამდე, ანუ 90-იანი წლების დასაწყისამდე, საერთოდაც უმცირესობაში იყვნენ და მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ 91 წლის 31 მარტს, როდესაც ჩატარდა რეფერენდუმი მთელი საქართველოს მასშტაბით, რეფერენდუმი კითხვით, გსურთ თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, მათ შორის აფხაზებმა და აფხაზეთშიც გასცეს დადებითი იმ კითხვას პასუხი. დასავლეთმა და თვითონ საბჭოთა რესპუბლიკებმაც ისარგებლეს იმით, რომ ერთა თვითგამორკვევა საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაშიც კი ეწერა. დიახ, გაგიკვირდებათ და საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაშიც კი სხვა საქმეა, რომ არანაირი პრაქტიკული იმპლემენტაცია ამისა არ მომხდარა, მაგრამ საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაშიც კი ეწერა ერთა თვითგამორკვევის თაობაზე. ყველა ყოფილი რესპუბლიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იქცა. ოღონდ აქ ერთი დეტალია,
და მნიშვნელოვანი. ასე მაგალითად ტაჯიკეთს როგორც არ ვაკნინებ, ხონჩით მიართვეს დამოუკიდებლობა, ხოლო საქართველომ და რამდენიმე სხვა რესპუბლიკამაც ცხადია პირველ ყოვლისა ბალტიის სახელმწიფოებმა და მაგრამ საქართველოსაც 12 რესპუბლიკიდან ყოველ შემთხვევაში ნამდვილად თავარმა დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე აზერბაიჯანზე, სომხეთზე, უკრაინაზე წინ ყოფმა, მოლდოვაზე წინ ყოფმა და ბელორუსიაზე ხო წინ ყოფმა გამოიბრძოლა დამოუკიდებლობა. ანუ ხონჩით კი არ მიართვეს, კი არ აჩუქეს. არამედ საქართველოს სისხლი დაღვარა და ამ მე მესმის რომ შედეგი ერთი და იგივეა და ოღონდ მაშინ როდესაც ჩვენ სისხლს ხვიდით ასე მაგალითად 99 წლის 9 აპრილს არავინ იცოდა რომ 2 წელიწადში საბჭოთა კავშირი როგორც სახელმწიფო დაინგრეოდა. ამიტომ ჩვენს მიერ გაღებული სხვერპლი ახლა რომ ამბობენ ხოლმე რომ შეგვეძლო არც ისედაც დაიშლებოდა არავინ იცოდა 99 წლის 9 აპრილს დაიშლებოდა თუ არა საბჭოთა კავშირი და შესაბამისად გამართლებული ცოტა უხერხული სიტყვაა, როდესაც მით უფრო გარდაცვლილებზე ლაპარაკობ ადამიანებზე, რომლებიც იქ ორლესული ნიჩბების ქვეშ მოყვნენ და რომლებიც აჩეხეს რუსებმა დამოუკიდებლად იმისა, რომელი კონკრეტული ეროვნების წარმომადგენელი იყო იმ საბჭოთა ჯარში, ვინც 9 აპრილს დაუპირისპირდა ქართულ საზოგადოებას, რუსებმა აჩეხეს, საბჭოთა კავშირმა აჩეხა, საბჭოთა კავშირია დამნაშავე და ჩვენ თავარი მსხვერპლი გავიღეთ ყოველ შემთხვევაში 80-იან წლებში, ალბათ თავარი მსხვერპლი სწორედ ჩვენ, ასევე ბაქოელებსაც რასაკვირველია და ასევე უკვე შემდგომ და იმ პერიოდში მოდი ესე ვიტყვი, ვილნიუსის ლიტველებსაც აქვთ გაღებული მსხვერპლი. ეხლა რატომ არის მნიშვნელოვანი ასე მაგალითად კოსოვოს მაგალითი? ნახეთ, აი პუტინი სულ ამბობს რომ აფხაზეთი კი არა უკაცრავად აფხაზეთთან იმართებაშიც და აფხაზ და ცხინვალის რეგიონთან იმართებაში ჩვენ გამოვიყენეთ კოსოვოს მაგალითი. ჯერ ერთი კოსოვოს მაგალითი არანაირად არ ესადაგება, არ ეთანადება აფხაზეთისა და ცხინვალის მაგალითებს რატომ? იმიტომ რომ EUTHOS 3 სამიტი არსებობს, ეს არის ლისაბონი, ეს არის ბუდაპეშტი და ეს არის სტამბული, რომელზეც აღიარეს მათ შორის ელცინმაც მოაწერა ხელი საქართველოს ქართველი ხალხის ეთნიკურ წმენდას აფხაზეთში უპირატესად ქართველების წინააღმდეგ ჩატარდა ეთნიკური წმენდაო. ამას ამბობს ელცინის რუსეთი, პუტინის რუსეთი კი მას გაემიჯნა ამ ნაწილშიც, მაგრამ ეს იყო თქმული მაშინ სამართლებრივი დოკუმენტი შედგა ამის თაობაზე და რუსეთი კი გითხარით რომ აწერდა ამას ხელს. მეორე, ანუ საქართველოსთან ქართველებთან იმართებაში რომ მოხდა გენოციდი, უმრავლესობა დაჩაგრა, იმიტომ რომ ქართველები იყვნენ უმრავლესობაში, დაჩაგრა უმცირესობამ, ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, ცოტა არასწორი ინტერპრეტაციაა, დაჩაგრა სახელმწიფო რუსეთმა და სახელმწიფო რუსეთის მიერ გამოყენებულმა ეთნიკურმა უმცირესობამ, რომელმაც გააგდო, შეავიწროვა გააგდო და მნიშვნელოვანი ნაწილი დახოცა კიდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამიტომ ეს ეთნიკური წმენდა მოხდა უპირატესად ქართველების წინააღმდეგ. რა მოხდა კოსოვოში? კოსოვოში მოხდა საპირისპირო. იქ კოსოვარების წინააღმდეგ ჩატარდა ეთნიკური წმენდა. ეთნიკური წმენდა ჩატარდა რა კოსოვარების წინააღმდეგ. შესაბამისად კოსოვარებმა ჯერ კიდევ როდის დაწყებული კონფლიქტის გამო მოითხოვეს კონფლიქტის გათვალისწინებით და ამ ეთნიკური წმენდის გათვალისწინებით მოითხოვეს დამოუკიდებლობა. 5-6 წლის განმავლობაში მუშაობდა მარტი ახტისაარის კომისია. კომისიამ დაადგინა, რთული სამუშაო იყო, კომისიამ დაადგინა, რომ კოსოვო იმის გამო რომ ის დაჩაგრულია, კოსოვარები იმსახურებენ არა ავტონომიას სერბეთის შემადგენლობაში, არამედ საერთოდაც დამოუკიდებლობას. ამით შემოირღვა სერბეთის ერთიანობის იდეა, სერბეთისა იუგოსლავიის მთავარი სახელმწიფოსი, რომელიც იმ ხანათ, როცა კოსოვოს დამოუკიდებლობა უკვე აღიარეს, იმ ხანათ უკვე შემონგრეული იყო და იუგოსლავია საბჭოთა კავშირის მსგავსად, როგორც საბჭოთა კავშირი აღარ არსებობდა 91 წლის მიწურულს, ხო? ასე იუგოსლავიაც აღარ არსებობდა და დანგრეული სახელმწიფო იყო, მთავარი სახელმწიფო იყო სერბეთი, რასაკვირველია, ანუ ძირი ბელგრადი იყო ძირი სახელმწიფო, რასაკვირველია, მთავარი სახელმწიფო, სამართალმემკვიდრე სახელმწიფო, მაგრამ ისიც კი მისი ტერიტორიული ერთიანობა შემოირღვა იმის გამო, რომ ეთნიკური წმენდა ჩატარდა კოსოვარების წინააღმდეგ. ყოფილი იუგოსლავია ამასთან არის კავშირში, სწორად, დიახ, თავიდან დასავლეთი ცდილობდა საზღვრების ურღვეობა დაეცვა და არ ეცნო ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები, მაგრამ ეთნიკური ომების ფონზე
ბოსნია, ხორვატია, სლოვენია საბოლოოდ ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა თვითგამორკვევას მიანიჭეს უპირატესობა ისევე როგორც საბჭოთა კავშირში, ოღონდ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომ იუგოსლავიაც უკვე დაშლილი იყო როგორც სახელმწიფო. ეს არის ჩემი ვიდეო ბლოგის პირველი ნაწილი, აგე 15 წუთიანი. ახლა 1 წუთს დაივიწყეთ ეს ყველაფერი, დაივიწყეთ რაც გიამბეთ და დავსვათ ერთი უცნაურესი კითხვა. წარმოვიდგინოთ, საქართველოს კი შეუდარებლად პატარა ქვეყანაა ვიდრე უკრაინა, ზუსტად ისევე როგორც უკრაინა შეუდარებლად პატარაა ვიდრე რუსეთი, მაგრამ წარმოვიდგინოთ ასეთი ამბავი. წარმოვიდგინოთ, რომ რა გინდა რა მიზეზით რუსეთი, რომელსაც მიზეზი არ სჭირდება საერთოდ, რა გინდა რა საბაბით, რუსეთი, რომელსაც მიზეზი არ სჭირდება საერთოდ ამა თუ იმ ტერიტორიაზე შეჭრისათვის, ანუ ინტერვენციისათვის, მგონი ეს ტერმინი ვახსენე კიდეც, მაგრამ თუ არ მიხსენებია გიბოდიშებ და ახლა ვახსენებ, ინტერვენცია, ოკუპაცია, ანექსია. ყირიმი, დონბასი არის ანექსირებული, ყირიმი, დონეცკი, ლუხანსკი, ზაპოროჟიე და ხერსონი არის ანექსირებული, ანუ რუსეთის შემადგენლობაში შეყვანილი, როგორც საქართველოს იყო 21 წლიდან, ხო? ხოლო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რანჟირებით თუ რანგირებით ოდნავ დაბლა, ოკუპირებული და მხოლოდ, თუ ამას მხოლოდ შეიძლება ეწოდოს. მოკლედ წარმოვიდგინოთ უცნაურესი მდგომარეობა, როდესაც რუსეთს, რომელსაც ისედაც არ სჭირდება საბაბები, გარკვეული მიზეზ საბაბების გამო რუსეთი შემოიჭრა სამეგრელოში, რუსეთი შემოიჭრა ქვემო იმერეთში, ქუთაისში, ზესტაფონში და რუსეთი შემოიჭრა ასე მაგალითად გურიაში. აჭარაში შეგნებულად არ ვახსენებ, იმიტომ რომ ის ცალკე სუბსტანციაა და ცოტა სხვა მიზეზების გამო ახლა ჩამომასახელებინებ, ცოტა გაუჭირდება აჭარაში შეჭრა, მაგრამ აი ამ სამი რეგიონით შემოვიფარგლოთ, კვლავ გავიმეოროთ სამეგრელო, ზუგდიდი, სენაკი, მარტვილი, ასე მაგალითად და იმერეთი, ქვემო იმერეთი, ზესტაფონი, ქუთაისი, ასე მაგალითად და არაზებო იმერეთი, საჩხეე და ჭიათურა და გურია ვახსენე ხო, მაგალითად ლანჩხუთი, ოზურგეთი. აი ეს ორი დასახლებული, საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩვენი მასშტაბებით ქალაქი დასახლებული პუნქტი ავიღოთ. შემოიჭრა და თქვა რუსეთმა, რომ ისიც რა არის? ჩვენ გვაკავშირებს დიდი ისტორია ერთმანეთთან ურთიერთობის. 1801 წლიდან რაღაც ორი მანიფესტი გაფორმდა. აპრილში 1802 წლისა გამოცხადდა ერთი მანიფესტი, თქვენ გააპროტესტეთ, არ მაინტერესებთ, რომელ წლამდე იბრძოლეთ, ესეც არ მაინტერესებს და ასე შემდეგ, მოკლედ ერთად მოვდივართ. დამოუკიდებლობა თქვენ მიზეზთა გამო აღიდგინეთ, იმიტომ რომ ოქტომბრის რევოლუცია იყო, ისარგებლეთ ამ ყველაფრით და ასე შემდეგ 1918 წელს, რომელიც ეგრა მაგის პასუხი არა ჩაგვაბარეთ 1921 წელს. მე დამოუკიდებლობა მიიღეთ სეპარატისტული მოძრაობით 91 წელს, სოფლიო მას გაღიარად განაარა, მაგრამ არც ეს არ მაინტერესებს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს იმერეთში, ქვემო სამეგრელოსა და გურიაში ესე არ არის, მაგრამ წარმოვიდგინოთ, იმიტომ რომ ეს ყველაფრის მოგონება შეუძლია, მას საბაბები არ სჭირდება, კი გითხარით? ეს ტერიტორიები არის ჩემი, მოკლედ არ მინდა, კარგი, ამასაც არ ვილაპარაკოთ. ჩემი უსაფრთხოებისათვის აი ამ სამ რეგიონში შევდივარ, აფხაზეთიდან განმოვდივარ, ეგრევე ვიპყრობ სამეგრელოს, ჩამოვდივარ ქვემოთ, ვიგრევე ვიპყრობ გურიას და შემოვდივარ ოდნავ სიღრმეში და ვიპყრობ ქვემო იმერეთსაც. ფეხებსაც ვერ მომჭამთ. რა პასუხი გვაქვს ჩვენ? რატო ვამბობ იცით რა მას? მე რუსეთმა რო თქვას, რომ აი მაგალითად სამეგრელოში უნდა იყოს რუსული სწავლება და იქ გამოჩნდება ასაკვირველი 1788 ვაკაცი, რომელიც იტყვის, რომ რუსული სწავლა, რუსული არის პირველი ენა. იპოვიან. მეგრელებს კი არ ვძრახავ, ესე არ გამომივიდეს. ნებისმიერ რეგიონში გამოჩნდება, კახეთი რო დავასახელებინა, ეხლა სამეგრელოს ნაცვლად კახეთშიც გამოჩნდება, ქართლი, ქართლში, სამცხე, სამცხეში, არ ვიცი, სადაც გნებოთ, იქ გამოჩნდება, მეთქი მცხეთ-მთიანეთში გამოჩნდება, როგორ არა. მაგრამ სამეგრელო ავიღე ხა ერთ მაგალითად რაღაცა აფხაზეთთან ახლოს არის, მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ. 1790 ვაკაცი პლაკატებით ხელში პუტინის და რუსეთის დროშებით იტყვიან, რომ რუსია მატუშკა, რადნაია, ხო? ამას კარგად შეფუთავს პროპაგანდის მანქანა რუსეთისა და იტყვიან, რომ აგე სამეგრელოს მოსახლეობას უნდა რუსეთი. რას შვებით ჩვენ? კარგი, სხვანაირად დავსვავ კითხვას. აი ზელენსკის ახლა ეუბნებიან და ჩააბარე დონბასი, გამანებოთ ზაპოროჟიეს და ხერსონს თავი. დონბასი, ანუ დონეცკი, ლუხანსკი და კიდე დამატებით ყირიმის ნახევარკუნძული. ჩააბა, იქ უნდა იყოს რუსული სწავლა, საერთოდ რუსული უნდა იყოს მთავარი ენა, ხოლო დარჩენილ უკრაინაში ზაპოროჟიეც უნდა წამოიღოს რუსეთმა და ხერსონიც. დარჩენილ უკრაინაში ჩვენ ვივცეთ უსაფრთხოების გარანტიას, გარბოიტანეთ ახლა საქართველოზე. დაიპყრო იმერეთი სამეგრელო გურია და რუსეთი გვითვლის, პუტინი გვითვლის იქიდან, რომ თბილისსა და რუსთავს ჩვენ ვაძლევთ უსაფრთხოების გარანტიას, განა არა. ოღონდ თბილისშიც და რუსთავშიც, ისევე როგორც ლვოვსა თუ კიევში უნდა იყოს პრორუსულად განწყობილი
ხელისუფლება არ იტყვის პუტინი ამას თუ ვინმეს გონია რომ მამუკა მდინარაძის ქიცინი და ირაკლი ობახიძის ქუცუნი ან ქიცინ ქუცუნი ბიზინა ივანიშვილისა ეყოფა იმას ან საკმარისი იქნება იმისთვის რომ რუსეთმა ეს ყველაფერი არ ჩაიგნოს რუსეთი ამ ქმედებაზე არ წამოვიდეს ამ ქმედებით არ გამოირჩეს ჩვენთან მიმართებაში უკრაინასთან მიმართებაში არაპროვოცირებული ჰქვია უკრაინის ნაში რუსეთის ინტერვენციას ანუ არანაირი საბაბ მიზეზი უკრაინას არ მიუწია საქართველოსთან მიმართებაში არაპროვოცირებული არ არის ხსენებული 2008 წელთან მიმართებაში იმიტომ კი რომ ჩვენ პროვოცირება მოვახდინეთ რუსებისა მაგრამ ეს ტერმინი სამწუხაროდ არ არსებობს აი უკრაინასთან მიმართებაში არსებობს ანუ საერთაშორისო თანამეგობრობა თან ხმდება რომ პროვოცირება უკრაინას არ გაუკეთებია იმ ხანად 2022 წელს და ახლა გაკითხებით 2027 წელი რო დადგეს და 2027 წელს სამეგრელოში კვლავ ვიმეორებ ქვემო იმერეთსა და გურიაში ანუ ლანჩხუთში ოზურგეთში ქუთაისში ზესტაფონში სამეგრელო თქვით ხო ზუგდიდსა და სენაკსა და მარტვილში რომ შემოვიდეს რუსეთი სვანეთამდე აღწევას რაღა უნდა და თქვას რომ აქ იყოს რუსული ენა თავარი ენა წირვალოცვა იყოს რუსულ ენაზე ფეხებზე მკიდია უკრაინას ამას ეუბნება აღიარეთ ეს ჩემ ტერიტორიებად თუ გინდათ დანარჩენ ტერიტორიაზე ანუ რუსთავში ქუთაისში უკაცრავად ქუთაისი დაპყრობილი აქვს რუსთავში თბილისში გორსა თუ მცხეთასა თუ დერა ქალაქი დავასახელოთ რა ვიცი მე თელავში მშვიდობა თუ გინდათ აღიარეთ ჩემს ტერიტორიად რა პასუხი გვაქვს ჩვენ არა აქვს პასუხი ქართულ ოცნებასო თუ ამას მეტყვის რომელიმე თქვენგანი ის რომელიმე თქვენგანი შეცდება გაგიკვირდებათ და ირაკლი კობახიძეს მამუკა მდინარაძეს შალვა პაპუაშვილს და ისინი მათთან ბოდიში რასაკვირველი ან ბოდიშის გარეშე ვინ მიგდიან ანუ ბიზინა ივანიშვილს და გამობიზინებულებს ამასთან დაკავშირებით აქვთ ერთი ნათელი პასუხი ოკეი хорошо мы согласны ჩვენ თანახმა ოღონდ არ დაგვიპყროთ თბილისი არ დაანგრმიან გრმოანგრიოთ და წაგიღიათ ზუგდიდი ქუთაისი და ლანჩხუთი ოზურგეთი მე ვუტრიდებ რასაკვირველია ეს ალბათ ასე არ მოხდება ოღონდ თითქოს დიახ რუსეთი ყველაფერზე არის უკაცრავად რუსულისა და სპასობნი მეთქი ამის თქმა მინდა დიახ რუსეთი ყველაფერზე წამსვლელია მეთქი ამის თქმა მინდა რეალურად ქართული ოცნების მშვიდობა ეგრეთ წოდებული მშვიდობა კი არ არის ამის თქმასაც ვცდილობ არამედ ეს არის მშვიდობა თუნდაც დამარცხების ხარჯზე მშვიდობა ეგრეთ წოდებული მშვიდობა მიღწეული დესუვერენიზაციის ხარჯზე ქართული ოცნება თანახმა რომ თქვას შემდეგი და ახლა პირველი თემა როგორღაც გაუერთიანოთ მეორე თემას ქართული ოცნება თანახმა იყოს მშვიდობა და იყოს თუნდაც ერთიანი ქვეყანა იყოს ხალხთა შორის სიყვარული და სათნოება რუსთა და ქართველთა შორის ოღონდ იყოს მშვიდობა და არავინ არ შეაწუხოს მეორე მხარე რუსებმა ქართველები ქართველებმა რუსები და ასე შემდეგ თანავიცხოვროთ და ერთად ვიდგამორკვევის ის პრინციპი რომელიც ოდესღაც დადგენილი იყო და დადგენილი არის როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმა ქართული ოცნება თანახმა რომ შემოფშვნას შემოანგრიოს ეს ერთად ვიდგამორკვევის საერთაშორისო პრინციპი და მიეტენოს რუსეთს კი მოდიშებთ ამ სიტყვისთვის შეუერთდეს რუსეთს მათ შორის ერთ სახელმწიფოდაც გაერთიანდეს რუსეთთან ბელარუსთან უზბეკეთთან ყაზახეთთან თუ ტაჯიკეთთან ანუ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებთან ოღონდაც კი და მე გეტყვით კიდე რა უნდა ბიზინა ივანიშვილს პერსონალურად ოღონდაც კი ვინმე მამღეროს ქართულად მის კარზე იმღერონ ქართულად ოღონდაც კი იყოს მრავალსართულიანი ქართული სუფრა ჩვენ ვუმასპინძლოთ იზისკანნაია გრუზინსკაია ვინოთი რუსებს იყოს მრავალსართულიანი სუფრები სადაც ირაკლის ზარქუები არა მხოლოდ ირაკლის ზარქუა კონკრეტულად არამედ ირაკლის ზარქუები შემოსძახებენ ხოლმე არც თუ ნიჭიერად სხვათა შორის რომელიმე ქართულ სიმღერას რუსებს შემოსძახებენ ხოლმე და მათთან ერთად ეკნებათ ტანცი და მანცი ერთად ვიდგამორკვევა ვისა და გამო იმის გამო რომ საბჭოთა კავშირი დაინგრა როგორც
ერთიანი იმპერია, ჩვენ მივიღეთ დამოუკიდებლობა, თუმცა ჩვენს არსებითი ძალისხმევა მივმართეთ იმისათვის, რომ დამოუკიდებლობა მიგვეღო. ეს ხომ ფაქტია. დიახ, ჩვენ გამოვიომეთ, გამოვიბრძოლეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ საბჭოთა კავშირის აღდგენა თუ დაიწყება რაღაცა ფორმით, იმისი დაშლა იქნება პრაქტიკულად შეუძლებელი. და თუ ჩვენც მიგტენიან იქ არავითარი ერთად გამორკვების პრინციპი უკვე აღარ იმუშავებს, მერე უკვე საერთაშორისო სამართლის ის ნორმა ჩაირთმება, თუმეტეს ცნობენ იმ ახალ იმპერიას პუტინის ან პოსტ-პუტინისეულ პუტინის ტურ ეპოქაში, იქ უკვე იმუშავებს საზღვრების ურღვევობის პრინციპი და საქართველოს მოსახლეობას მომავალ თაობებს როგორ გაუჭირდებათ დამოუკიდებლობის მიღწევა. აი ამას ეს საუკუნო და კონცეპტუალური ომია ახლა მსოფლიოში და ომის ეპიცენტრში არის იმპერია რუსეთი და მისთვის წინააღმდეგობის გამწევი უკრაინა მთავარი დიდი ძვალი, რომელიც რუსეთს ხელში გაეჭყიდა. ჩაყლაპავს რუსეთი უკრაინას, ჩაყლაპავს შესაბამისად ყველა სხვა სახელმწიფოსაც, აზერბაიჯანსაც კი მეთქი ასე ვიტყვი და ყაზახეთსაც კი და საქართველო ვინ მიგდია ბოდის ვიხდი საკუთარ სამშობლოზე რომ ასე ვამბობ, რაც მიქვია. აი მდინარაძე, ნიკო ბახიზელი, პაპუაშვილნი და ბიძინა ივანიშვილის ფრთებქვეშ მოქცეულნი გამობიძინებულნი კი ამბობენ შემდეგს. ჩაუყლაპია, დედასტირებია, ოღონდ ომი არ იყოს, ოღონდ წინააღმდეგობა არ იყოს, ოღონდ არაფერი არ იყოს, იყოს ეს ყალბი, მშვიდობა, ანუ დამარცხება, როგორც ასეთი და ჩვენ უმალ თანახმა ვართ, რომ რუსები შემოვიდნენ აქ, სამი კი არა, ყველა რეგიონი დაიფრონ და შევეტენოთ ახალი საბჭოთა კავშირის მსგავს სახელმწიფოში. ჟესტიკულაციით ეს ესეა, მაგრამ არა ჟესტიკულაციით და ვერბალურად არის ასე. ვერ მივართმევთ. ჩვენ ადამიანები, რომლებიც ვეწირებოდით ამ ქვეყანას, ვიბრძოდით, ვწდებოდით, მარცხდებოდით, ბევრ ქაქსაც ვჭამდით, რასაკვირველია. მაგრამ ვერ მივართმევთ ჩვენი ტკივილები გვაქვს, ჩვენი შეცდომებით, ჩვენი დანაშაულებით შესაძლოა, ჩვენი ერთმანეთისთვის მოსახდელი ბოდიშებით. მაგრამ ჩვენ ვერ მივართმევთ სრულ კოლაბორანტებს იმ მდგომარეობას, რომელსაც დესუვერენიზაცია, დესაქართველოიზაცია ჰქვია. ჩვენ სულ რომ შევეწიროთ ამ ყველაფერს, ან გავტყდეთ, კი ბატონო, თუ გებოთ ასე ვიტყვი. გავტყდეთ, მაგრამ საამაყო გქონდეს ის ცხოვრების ჩვენი ერთი ეტაპი პირობითად რაღაც 7 წელი, იმ 7 წელიწადში ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, გატყდობამდე მეთქი ასე ვიტყვი, თუმცა არ ვაპირებთ რასაკვირველი არც ერთი ჩვენგანი გატყდომას და ამის მაგალითია მზია თუ სხვები და სხვები, რომლებიც არ ტყდებიან და ისინი მაგალითს გვაძლევენ, ეგრა მაგის პასუხია როგორ არ უნდა გავტყდეთ. ჩვენ მზათა ვართ თავშეწირვისთვის, ბრძოლისთვის და ჟესტიკულაციას ახლა აღარ გავიმეორებ და ვიტყვით, რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვერ მივართვით ახალი საბჭოთა კავშირი იქნება თუ არა სხვა სახელწოდებით. თვით გამორკვევა ხალხებისა დაივიწყონ მომავალი კოლონიების თავისუფლების მოყვარე ინდივიდებმა ან საზოგადოებებმა. და მომავალ საზოგადოებას, მომავალ თაობებს, რასაკვირველი არ უნდა მიუექსპორტოთ პრობლემები, რომელთა მოგვარებაც ახლა შეგვიძლია. ტრამპი, ოდიში, ტრამპი, მამუკა მდინარაძე ხო ტრამპისკენ არის, ოღონდ ტრამპი ბატონებო, ტრამპი ვერაფერს გადაწყვეტს უკრაინელების გარეშე. ისევ როგორც ვერავინ ვერაფერს გადაწყვეტს ქართველების გარეშე, თუ ქართველები იქნებიან ადეკვატურნი ამ მსოფლიო ორმ ტრიალში. თუ ჩვენ ვიტყვით ბრგედ, ხარად და ურღვევად, რომ საქართველო უნდა იყოს ანტირუსეთული სახელმწიფო, რომელიც უნდა მოსცილდეს რუსულ სივრცეს, თუ ჩვენ ამასე ვიტყვით, ამ შემთხვევაში ვაი იმ რუსეთს, რომელიც აპრიორი ჩვენთან დამარცხდება. მე მგონი კარგი ვიდეო ბლოგი გამოვიდა. რა სიტყვით?